ხო ყავს გოდოსაც ველოსიპედი, მაგრამ ვერ ჩამყავს. და აი ესეთი ამინდია. ისინი გაუშვი გარეთ, რომ მე გავიტანო ლეიბები და ესენი მჭირდება, ეხა უნდა გამოვიტანო ის სარეცხი. ადა კაია დედიკო გარეთ მარტო ჩაუშვი. კაი გოგო ხადე გეგა ისწავლე მაგაზე დგომა დედიკო შენს სულ არ არის დე ძნელი არინდომებს ეს თამთას ბიჭია ხო რა არის გეგა სოთავისით ისწავლა ამა კაი ეწამეს ის გამოვიტანო უნდა დედიკო ლეიბები და საბნები ჰა ხო მამიკო მოვა და ჩამოგიტანს მერე გავიტანე ეს ერთი ეგ არის ორიანიც მეორე იქ ბალეში აქ ეს ველოსიპედებია გადახურული იმიტომ რომ არ დასველებულიყო საბნები აქაც ეს ერთი ლეიბი გოდესი აი იქეთ სიგრძეზე აქ თოკის შემეშინდა არ გაუძლობს მეთქი და აქ გადავკიდე მოკლედ ძალიან კაი ამინდია მოხაც მოვიდა და ასე რომ ესენი კარგახანია მარტო არიანი იქ არსად არ წასულან შორს და უნდა შევაჩვიო ნახეთ დედას ბეკეკა ჩახდე მე ჩავთავო მოგესალმებით როგორ ახართ როგორ გიკითხოთ ესე იგი უყურეთ რასაც გინდა ადა მოვიდა ძმებმა დამტოვესო და მართლა დატოვეს ბიჭებთან გაიქცია სათამაშო დედა მოდი სასრიალოებზე დედა ეს საკეთ გამოუშვა გოდი დედა მოდი წავიდეთ მაღაზიაში ჰა კაკი მოკლედ აქ რაც მიდევს ეხა მე ფანჯარაზე ესენი ყველა მშრალია და შევყრიქეთ ოთახში მხოლოდ და მხოლოდ სუნასკები და ბავშვების ტრიკოებია მუხას ფორმებია და უნდა გავფიქრე ერთი წამი სანამ ზე არის და მერე გავაგრძელებ ადუღდა წყალი ხო და მოვხარშოთ ხინკლები
დაიშლება ცოტა რო გაიღება. ერთი გავხსენი, მთლად გავტეხე. ჯანდაბა. ყვავილი დავხატე. ყვავილი დახატე? კაი. ხილებოდა? всё, ეს ეყოფა. ის შევინახოთ. კიდე ხომ მოგინდებათ? სადღაც 15 სალამდე შევინახე. აქ ეხა ერთი გაყოფის დროს იმას ვქენი. გამოვუყარე მუცელი. არა უშავს. რაც არის ეგ არის, ეყოფათ მაინც ეხა. კიდევ მეორე სალალეს გავაკეთებ და ჯერ სად ვარ განლაგების მხრივ. დამავიწყოთ აი ეს რომ ეყიდა სახეხი არ გავსულვარ, მაგრამ მაინც დავავიწყდათია მაგას. მუხას და ბავშვებს ეხა ეყოფათ ერთ ჭამაზე. ეს მშრალია ძალიან. ოღონდ ამის თავსაყრელი არ ვიცი. სადარის ისენიც მშრალია. ის ცოტა უნდა. შავი პილპილი გამოვიღოთ და დავეროდოთ. აწიშე მაგას რო იპოვი მაგი არ ვიცი. ასე რომ დააგავს შენი ნივთი, უნდა გქონდეს ან ხელში ან არ უნდა გავიწყდებოდეს. ხალხი ნაკონდეს. შენ უფლიანი არ ხარ? მერე არ უნდა გაგეხადა სანამ დაჯდებოდი. ან გოდეცი. თუ უნდა გაგაშდეს, დადე ხა მაგი და გაიხადე. როზე. იქეთ შიგნითაც გაცვია ბიჭო? დედა. აი ეს არის ეხა ბავშვებს რო აციებს ესეთი ამინდი და თქვენც ის დაგემართებათ. დედა უკულეთ. ხო დედა. 3 თუ 4 ცალი გადავაგდე, იმიტომ რომ ძალიან გაიხა. ეხა მუხასთვის უნდა ჩავყარო, მაგრამ დაუძახო ერთი უნდა. მუხა. მოგიხარ შოშეტა. ხო. დედა, დედიკოს გარეშე ვერც გამო. საბავარია. იმიტომ რომ დედა როგორ ვკივა ეს თითი და ადაჩანგელია, შენ რა გითხარი მე? გაიხადე შვილო. გოდეცი. გესმოდა მასწავლებელმა რო თქვა, ამ ხელა ბიჭი მარტო ვერ უნდა იცვლიდებსო? მიდი გამოიცვალი, ჩემი სირცხვილია მაგი, თორე თქვენი არა. ოჩა, გაიხადე ეს ფეხზე დედიკო. ნახე რამდენი ის ფეხი შემომიტანეთ ეხა. ეს იქედან შემოტანილი ფეხი დაგოდა. ვერ იცვლის თავისით და თქვა მასწავლებელმა რომ დამყავს ცეკვაზე, როგორ ვერ იცვლის, კაცო. პატარა ბავშვი ხო არ არისო და მართალი არის. ადა იცვლის და ადა გადმოაბრუნებს ტანსაცმელს ისე რომ იყოს თავისთვის. ხო და ესენი არა, ეხა ნახეთ რა გავაკეთო.
მივედი და ჩაიდნის წყალი ჩავასხი. მიუხედავად იმისა, მუხამ რომ ითხრა, მე არ მინდაო. იმიტომ რომ დილით ჭამა მუხამ, მაგრამ ამათ არ ქონდათ ნაჭამი. მაშინია გარეთ. გაიწიე ბიჭო, გაიწიე. ახეული რა თქმა უნდა, აქცებზე არ დამიდია. ხოდა დედა. დაიდე, დედიკო, სადაც დაჭდები. დედა. დედა. ხოდა. ვაგაზდა. მეწენებული რო იყო გუში დამეზარა საერთოდ იმ მოკლედ ამაზე ზემოთ კიდე ქაღალდს ვაფერნი პერგამენტს და მერე ვადებ და ის დამეზარა ჩვეულებრივად მოხდება. ის შეჭამე ჯერ და თუ გაგიჩნდა სურვილი რომ ჭამო ჭამე. ამ ხაფსუცებს გამრეცხავ თორე აგახანი არ მოიხრობლოს, იმიტომ რომ ყველაფერი გარეთ დავყარე და ქემაინც მერე გავბერყავ ჯოხით და გადმოვაბრუნებ. ეს ჩხილი მტკივა. დღეს მერე მუხანი აქ რო იქნება, თავისუფალ დროს წავარ. მარტო ერთ ჩხილზე მოვაშორებინებ თამთას, იმიტომ რომ ყველაფერს დრო უნდა და იმას პატარა რო ყავს არ მინდა შევაწუხო. მარტო აი ეს რომელიც შიგნით მაქვს ჩამტრეული. ასე რომ ვუწევ ამას. ასე იწევა. ყველაფერთან ეგ უნდა მომიხდეს. თმაზე გინდა, რა ვიცი, ყველაფერს. აი ეს ჩემი ფრჩხილი არის ამ მკვდარი. წავიდიდო. რა თქვა იცი დაია? ძმებმა დამტოვესო. თქვენ მოგეწონებათ სადმე მე რო დაგტოვოთ ან მამამ? ჰა? რატო დატოვეთ დაია? ვინმეს რო წაეყვანა? ჰა? ცოდვა არ იყო? გოდერძი. ნახე სახელას ხო ხედავთ რას უგავს. პაპანაკებას სიცხეში ეხა მზეზე დარბოდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ. ნაგერ. წამდი. გოდე გადაიღე აქედანაც. აი, ყავას დავრევნერი ცოტა ძალა მომეცეს. ხან მოიტანა მუხლანი. ალბათ ვიღაცამ აჩუქა. თვითონ არ უყვას არ იყიდის. ჩაის იყიდის და ამას არ იყიდის. მე ჩემთან მოაქვს თუ ვინმე აჩუქებს. შენ გიყვარს უფრო მეტად ენერგეტიკულებს ჩუქნიდნენ, მაგრამ რა ვიცი ახლა სადაა ეს ყავა. მუსიკა არ მინდა ვინ ჩართო ერთი გავიხედე. ჩვენ ტელევიზორი და ხმა ჩაწეული მაგკაცო. არა ეს გამორთული. გამოირთავება თავისით. მარტო თმანია. იმიტომ არის რომ ალბათ ქონდა შესასვლელი სადღაც. აი ეს ჭამე აქეთან. აი ესენი. დაი, აგერ მოგცემ კიდე. ადა გინდა დედა? სამი ხო ხარ? ხო და ეგერ თითო. კი, გიყვარს შენ. და არა და უყვარს. მე ხო ვიცი რომ უყვარს. გაიჩავ. წარეყავა არ მინდა ხალხო. ეხა მინდა ბოთლები ამათზე. გასვლა მინდა, მაგრამ ამ კაც ჩემი გასვლა არ უთხრათ. და თვითონ არ შემოვა სახლში, ოღონდაც მე არ გავიდე გარეთ და. Why is it red? Water even backwards.
კაია ზაფხული, მაგრამ ჩემ ხილოც რო უყურო მხილო. ბეკო გაზაფხული. ზაფხული მოდის უკვე კაცო რა გაზაფხული. მარტის ესე იგი წარმოიდგინეთ, აპრილში ხო იყო და ეხლაც აპრილში ხდება ის რა ქვია. აღდგომა. და მე მახსოვს რომ აპრილში ჩვეულებრივად გვიცურავიან მდინარეზე. ეს რა გარჭამე? დედა. ხო, კაპირი მიიტანე ახლოს. იმიტომ რომ დედიკო სადღაც ქონდა თავი გახსნილი და შეუვიდა წვენი. გასტა. ჩემს დროს რას აკეთებდნენ ჩვენი მშობლები, იცი? მარტო ცომსაც ხარშავდნენ. ალენინდა. ამაჩი რაღაცა მაინც დევს. ჩვენს დროს ცომი იხარშებოდა მარტო ოჯახებში. Ada YouTube my code. გადეთ. I still want it. Ada. რა გინდა დედა? ესენი რატო არ ჭამე? აგერ რა კაი პიურეიანი უყურე. აი უყურე რამდენი დევს. ესენი რატო არ ჭამე? ეს რატო არ ჭამე? ესეთი, კარგი. ბიჭო, 12 წელს მაინც გიდებ და ერთი ლუკმა შევჭამო და მაგაზე გიждებით. აი რა უნდა უწოდო? ბავშვებს გეფიცებით გუშინაც არ მიჭამია საერთოდ, იმიტომ რომ ამათ რო უყვა მე არ შევჭამნეთი. ძალიან მიყვარს, მართლა. შემიძლია მე ვჭამო ბევრი. ამათ გამოვაჭამ. მაინც ერთი ლუკმა რო ენანებათ დედასთვის. ესეთი რაღაცა გაგიგიათ. ჩაუწე ბიჭო ხმას. Telefonშია. აუშავს. რაც არის ეს. ხო, მოკლედ. ეხლა ისი თქმა მინდოდა ცვითასები. Telefonშია. რა არის ტელეფონში? შეუჭია. ჩაუწიე ბიჭო. ხო, კომენტართან დაკავშირებით ვიღაცამ დამიწერა ალბათ არ უნდა YouTube-ს ინერვიულო და მაგიტო და არა ძვირფასებო ნახეთ, წუხელ მე გადავამოწმე ჩემი დაბლოკილი ადამიანები და არც ერთში, ანუ იმ დაბლოკილებში არ არიან ვის კომენტარებსაც ვხედავ, მაგალითად არის ზელმა P9N წერია, ზუსტად არ მახსოვს. კიდე მე მგონი მაიკო რაღაც გვარი ეწერა. აი, გადავon. კიდე ვინ იყო? ანუ რომელსაც მე გეუბნებით ისეთებს, რომელიც იყო კარგი კომენტარი. თბილი კომენტარები და არ მიჩვენებს იმასაც. ხო. შავი ბილბილი. იმის სუნელის არის წითელი წიწაკის. ღმერთო. ხო და მოკლედ აგეჭირე. არ ვიცი რა ხდება. მე მივედი, შევედი ამ ჩემ დაბლოკილებში, საერთოდ ყველა წავშალე, წაშლაში ვგულისხმობ, რომ X-ებს რო დააჭერ, არც ერთი არ ყავს მე დაბლოკილი ეს ადამიანი, ანუ მოკლედ თუ დამჭირდება თავიდან დავბლოკა. იმიტომ რომ იქნება ვიპოვო მეთქი და ისე ვნახო თქვა მაგ კომენტარები, მაგრამ არ ვიცი რატომ არ მოდის აი ამ ადამიანების კომენტარი, ყველას იმოდის. ჩვეულებრივ. ხო და მე გეუბნებით რომ კარგი კომენტარები არის, მაგალითად ზელმას ეწერა საყვარელი ბავშვები, ძალიან საყვარელი ბავშვებიო თუ რაღაც მსგავსი, ცუდი არაფერი არ ეწერა. კიდევ ხო, ერთ ადამიანს ეწერა თათი უნდა დაგენამაო და არც ეს კომენტარი არ მისჩანს, ანუ ის ნამცხვარზე რო ვთქვი, მძიმე იყო თქო. რა ვიცი, კიდე იყო რამოდენიმე, მაგრამ კარგები იყო და ეს კომენტარები არ მიჩანს, ხო? ირინასიც. ჩვენი ირინასი გუდურის. არც იმისი არ მიჩანს, იმიტომ რომ ვნახე, ხსნი, არ არის არსად. არც მე პირადში მივწერ და აბა დავატოვებ. No, mochi.
აი ბიჭო, რასაც გიჭრის, ჭამე. მე შავ პილპილზეც არ დამიწყო ეს რა არისო, რო აყრია. ღმერთო დიდებულო. Eti dode. აი ხე. ხო და მოკლედ არ ვიცი. მუხაც შევიდა, იქნებ შენ რამე ნახო მეთქი, მაგრამ არა. ვერაფერი ვერ იპოვა და მე ერთი კომპიუტერით შევა. და რა ხდება და რატომ არის რომ არ მიჩანს. კარგი კომენტარებიც კი. ცუდები ჩვეულებრივად ჩანს ბლოკა, მაგრამ ის ალბათ მანამდე დაბლოკილი მყავდა ის ადამიანები, მაგიტო არ ჩანდა. ან წაშლილია მე თვითონ წანაშლილი მაინც ჩანს, იმიტომ რომ მუხასი ესე გამოჩნდა. ჰა დამიყარა, ეხა იატაკებს უნდა მოუსვა მეთქი და. იმიტომ რომ მუხას გავაკეთებ, აბა გამოვუშვი კომენტარი და მე წაშალე მეთქი სანამ ნახავ. ჩვეულებრივად მუხასიც ჩანს, ოღონდ მე რო წაშალა ის ბოლომდე არ ჩანს. სადღაც წერტილებია, როგორც გუშინ გაჩვენეთ, აი ესე იყო. ასე არ ვარ. ასე არ ვარ, რა ხდება. კარგი იყო გუშინ. გუშინდელი დღე. ბევრი ვიარეთ, ბევრი დავიხარჯეთ. ასეთი რაღაცა მოძრაობები რო არის, ეგ არის კარგი. იმიტომ რომ რაც უფრო მეც მოძრაობ, უფრო მეც იმოძრავები ქეთ-იქეთ მომავალში. მაინც ცხელია ჯანდაბა. ცივიწყალი ხო. საიდან მიბერავს, კარი გაიღო. კალმა არ მაქვს ჩართული, იმიტომ რომ ესეთი სიცხეები რო არის, ეხა კი მოიღრუბლა ცოტა. იმედია კიდე გამოვა, იმიტომ რომ ჯერ არ მინდა რომ შევიტანო 1-5 საათამდე იყოს გარეთ ეს ლეიბები და საფნები გუშინ წინ გავიტანე, მაგრამ მაინც კი მიცნელდება იმ 2 საწოლიანი ლეიბების გატანა, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიცნელდება. მოკეცავ და ისე გამაქვს. ანუ ერთს ასე გადმოკეცავ, მერე ასე და მერე აქეთ და ისე გამაქვს. სულ მარტო გამაქვს, ზავა მუხარი რაში მეგეხმარება. ან სულ არ არის სახლში და მაგის იმედად ხო ვერ იქნები, უნდა მივეჩვიო და და მაქვს ჩემით, მე მინდოდა რომ მქონოდა ეს 2 საწოლიანი. ძველები გავუშვი ის თითოიანები რომ მქონდა ჭკალში წავაღებინე. ძველი არ იყო, მაგი ახალი იყო, მაგრამ მაინც. და სხვათა შორის ამ ლეიბებზე უკეთესია ეს ჩემი ახლობლის გაკეთებულია. მანამდეც რომ მომიტანა დედაჩემმა და ჩემს დასაც რომ მიუტანეთ კახეთში, ისიც ჩვენი ახლობლის გაკეთებული იყო. ერთი ჩამოგვივარდა გზად, სუგდიდამდე და რაღაცა გადმოვარდა მეთქი, ვიუღები არავინ არ დამიჯერა, წარმოიდგინეთ. დედაჩემაში მოლანდებები გაქონდა. მივედით სუგდიდამდე და სადა კიდე კაი სხვა რაღაცებიც როა ჩამოვარდა და აი სხვა რაღაცები როგორ დაიჭირა. არ გინდა მეტი? კარგი. ხო და მოკლედ მე ზუგდიდში დავამატეთ ის ერთი ლეიბი. აი მოსახლეობა რო არის, გზად დაგვივარდა. მე ჩევად მაგ ხოლმე სულფანჯიდან ვიყულები და იქედან ვნახე. კარგი იყო ჩემი დისკი და მაგრად აკეთებს ის მამიდა ჩემის მასლის ცოლი იყო, მოკლედ არ მახსოვს, მაგრამ ყველას მამიდა ჩემმა გვაჩუქა 4 ლეიბები მაშინ. ანუ რამდენიც გავთხოვდით ყველას მამიდა ჩემმა გვაჩუქა. იმან გააკეთებინა. კარგი ხარისხის. ყველას უკვირდა იქაც მე რომ მქონდა. ყოფილებდა. ესეთი კარგი იყო. დედა ხუთას მომაშური არ მინდა რა.
გავიკეთე. ეს რაღაც დასაწებებელი რო არის ერთი ის უნდა ვცადო. ყველა იკეთებს და საინტერესო. დედა, გეგა. გეგა. ვაიმე, გავბრაზები ადასთან არ ითამაშო. ხო ხედავ რო არ ეყვარს. მოხვედი გოგო. დაიცა დავაპაუზებ თუ არ გინდა გამოჩენა. გინდა გამოჩენა, არ გინდა? ხო როგორ არ ხარ? არ ვარ. მე ვარ. მე რას მიყურებ? მოკლედ. მოვედი და ეს. მოკლედ. დაბადების დღეს არ აღნიშნავს, მაგრამ გოგოები რო ვიკრიბებით ერთმანეთში. იმის დაბადების დღე არის, ხვალ არ ვიცი ზეგ. რაღაცა უღეთ, მაგრამ ლიკასთან იმას ვქენ, იმიტომ რომ ლიკას უთხარი შენ მიუტანები. ხო და მოკლედ, გოდეს უყიდე ეს ბოთლი. გოდე, ეს ბოთლი გიყიდე. ჰა. ეს თერმოსი არის? კი, თერმოს ბოთლი. და მე აი ეს ჭიქა ხო იცით? Stop! 20 ლარი ხის ეს ჭიქა და ესეთი ქონდა პატარა. ვითომ ძალიან მომეწონა და ვიყიდი მეთქი. მაგას გამოართვე მეთქი ნინოს ნისიეს. მაგრამ მე ეს 25 euро თქვა, მოდი ჩემი თავის იმას ჯობია მეთქი კიდე სახლისთვის შევიძინო თქო და ეს ვიყიდე კონტეინერები. ხო იცით რომ სულ მიტყდება და არ მაქვს ან ბავშვები მიმტრევენ. ნახეთ როგორია, აი ესეთი 25 ლარად ხალხო. 25 ლარი. მე ძალიან მომწონს ესეთი რაღაცეები. ნათიასაც ესეთი ვუყიდეთ და ის რომ აქვს მე სამი ერთად რომ მომიტანეს გოგოებმა, ისეთი 50 ლარში და 25-ად ესეთი კი. წარმოიდგინე იმის ფასი დაკლებულა. აი ესე აი ამას მე გავარეცხავ. ესეთი ეს არ დავამტოიო ეს წამი. ეს უფრო დიდი. გოგო, შენ გინდა ახლა ნახევარისათვის გაიკეთებინა ირჩხი. თუ არა და მე რო წავალ. თამთასთან წავალ, უცებ ამ ერთს გავიკეთე. გავიქცევი ახლა ნაგავსაც წავიღებ თან და თამთასთან გავიქცევ. მოკლედ ამასთან ხარ მიუშვებ ბავშვებს. მე შენ წავიღები არ ვარ და. აი, მოკლედ ამ ყუთებსაც წავიღებ ხოლმე. სულ ყუთები მიგროვდება. წავალ მე გავიქცევი, უცებ და უცებ. დავიწერე 20-ის, ეს 20 და ეს 25. 45. 25 მანამდე მქონდა. იმის ყადუღარის. ხოდა ერთი წამი უნდა. Stop saying idiot! You idiot! უნდა ჩავიწერო ერთი წამი. Look how you need to do it. I'm gonna get a car and ნინო 25 everything needs პლუს ის საჩუქარი 37 ნახევარი ჩემი 45 და პლუს 37 ნახევარი მოკლედ 39 ლარი არის. ადა გადი ეს ახლა. მაქვს სულ 60 70 100 ხო 100 ლარი. ზია ბაგოუსი. But I want a normal house. No. I get 2 beers. ხო Wow, that house. Look, my little man with the house.
იქნება ამერც მოვიშორებ. აი ძირფასებ. წამედი და თამ გამიკეთ. ეს ჩამიწება. აი აქ ეს ასე გადმოდიოდა და ჩამიწება. რაღაც სპეციალური წებოები ვით არის ხო იცით რომ ამაგრებს იმ დამტრეულს. ხო და ყველა მომაშორა და ის წამისო. რაღაც ლაკივით რო არის ისედაც ხედავთ. რომ მე ისევ თმებში ანუ დაბანის დროს ან რაღაცა არ მომიხვდეს და არ მეტკინოს, მაგრამ ძალიან ხედავდა კიდეც როგორ ძალიან აი მტკივნეული იყო. საშინა და კლიპიც მაჩუქა. სად არის? აი ეს კლიპი. ეს დაგრძელება რო გაქვს მოაშორებს და ეს მაჩუქა. ისედაც კარგი არისო. გასაკლებად და მოკლედ ესე ჩემო კარგებო წავედი ახლა ვიდეოს აგიტვით. მოკიდოთ მიდის, დავრჩით მარტო. ხო და აბა ბედნიერ დღეს გისურვებ შვიდობიანს ტკბილ ღამეს, იმიტომ რომ აზე არ ვიცი მე რას მოვასწრებ. წავედი საშინლად მშია. ავადავლია ხარ მაგსად მეტოჩებს. ავადავლია თანთასანაც აქაც იქაც სამჯერ დავრია დღეს ყავა. მოკლედ ეს პრიალებს საერთოდ არაფერზე არ მედება ეხლა. იმდენად კარგად გამიკეთა მართლა. მოკლედ ეს წავედი. მუხანი წავიდა და ხო კიდე რა დამემართა ის უნდა გითხრათ. მუხანი არ უჯდება ჩემს ვიდეოებს და ასე რომ მაინც ვერ გაიგებს. ამ საჩუქრის საყიდლად რო ვიყავით თან ბოთლს ვეძებდი რა აგოდესთვის და ის იქნების გამომადგეს მეთქი გეგასთვის და ბოთლი რო გამოწიე სულ პატარა რაღაც ნივთი ჩამოვარდა რომელიც ქვემოთ დავარდა და რაღაც ტკაცუნის ხმა იყო ანუ რაღაც ვუი გატყბაო და ის რო გამტყდარიყო ჯობდა თებშები გატყდა თებშებიდან ერთი თებში გატყდა მრგვალი თებშებიდან 6-იანი იყო ეს თებშები და მოკლედ მომიწია მაგის აღება. არ მომიტანია სახში მუხრანი გაიგიჟდებოდა, იმიტომ რომ მეუბნება რომ არ დაიდო. მართლა არ ვაპირებდი. ხო და მოკლედ დამემტვრა ეს ერთი თებში და მომიწია ყიდვა. სხვა გზა არ მქონდა. კიდევ კაი ის დანარჩენი მაინც შემჭა. მაგრამ არ მიყვარს ხოლმე რომ რაღაცას აკლია ყველაზე კარგად იცით, იმიტომ რომ სულ ამას ვიძახი, არ მიყვარს როცა რაღაცას რაღაც აკლია, ანუ სამი მაქვს ეს, არ მიყვარს რომ აკლია, მინდა რომ ესე მქონდეს სრულად. ხო და ლიკას მივეცი იქ შემინახე მეთქი რომ მუხრანი რო არ იქნება, მე მომიტანე თქო. ან მე მოვალ და მე წამოიღებ მეთქი. ეს რაღაცა დამემართა. დღეს მაგრამ არ არის ისეთი გოგო ის ლიკას ამხანაგია და როცა შეძლებო თათიაო, მაშინ მე არ დაგახჭებო ეხა ამის გადახთისგან, ანუ ნაწილ და როგორც შეძლებ ისე გადამიხადეო მითხრა იმ გოგომ და 60 ლარიო რო თქვა, გავკიშდი რა 60 ლარი გოგო 60 ლარად კარგი თებშები ვიყიდე მეთქი და ისიც არ არის ცუდი, მაგრამ მრგვალია და მრგვალი თებშები ყოველთვის დაბალი ეხიეს, ფასი. ხო და 50-ად მოგცემო მითხრა რა ვქნა 50-ად გადატანო ამ თებშებს. 6 პატარა არის საღი დიდებიდან 5 მაქვს. ესეთი დამემართა დღეს. სამზარეულოში კუხნაში ისე გამოიყენეო რა ვიცი. სხვა რა გზა. აწი, სადმე რომ მივალა, არ შევალ შიგნით არსად არაფერს ზარცხელს მოვკიდებაც არაფერი, მაგრამ ეს მოკლედ სხვას არაფერს არ ვიტყვი, რაც არის იგრის. ეს იყო და ეს. ესეც იმ გოგოს გამოვატვი 25-ად. 25-ად ის ბოთლი. 25-ად ის. ისა მადუღარა ყავის მანამდე რომ მოიტანე. ეხა ეს საჩუქარი 75 ლარისა 38 მოკლედ 37 ნახევარი მანია 38 მე. ხო და ესე რა.
არა უშავს, ჩემი ჭირი წაეღოს ჯანდაბას. მე რას გეუბნებიო და შენ საკეთებო მოხრანი მესეც რო ნახა. ესე. მაგრამ კონტეინერები მართლა დამემტვრა. აი რამდენი მქონდა? 2-3 ცალიანები მქონდა წყვილში. მერე ოთხკუთხედებით 3 ცალიანები მქონდა. და ეხა არც ერთი ოთხკუთხედი არ მაქვს. მრგვალი. ის რომ აქ ერთი რამდენი წლის არის. მე და მუხა თბილისში რო ვიყავით. აი ეს თქვილი რომ იდეს. ეს იქ ვიყიდე მე და მუხა თბილისში რო ვიყავით. მე რო გავყევი, მე რომ მუშაობდი იქ. მაშინდელი ნაყიდი ეს მე მქონდა ჩემთვის იქ, სადაც ნაქირავებში ვიყავი და ყვითელ თავიანიც მე მქონდა ეს 4 ნახევრად იყიდე ის ორლა. რამდენი წელია მაქვს აგერ გოდეზე უფროსია 1 წლით. ცოტა მეტი. იმიტომ რომ სანამ გავყვებოდი მანამ ვიყიდე. ხო და დანარჩენი სულ დამემტვრა. ის მაღალი მრგვალი დამრჩა 2 ცალი. და ერთი მოგრძურება პატარა როა ძალიან დაბალი. ყველას ან თავი მოცუცქნული აქვს ან რაღაცა და ეს მოკლედ კარგია ეს ძალიან კაია მომწონს და 25 ლარის გამო ამას მე მეორესაც ვერები. ეს რა არის? 100-იანი ბავშვი მივიდა ვიღაცა, გავგიჟდები და გავბრაზდები ძალიან. რა იყო მე რომ ვიყიდე? ბრაკი შემხვდა მეთქი რომ ვიძახოდი ახ. ესეც ბედი მოხდა. რაღაც რა ვიყიდე. რიკას უთხარი და აგერ ხა დამამეწყა მოკლედ სკლეროზი მაქვს. წავედი კაი ციხეს. ტკბილ ღამეს გისურვებთ ყველას.